ვინც დღეს საქართველოს ლუქსემბურგის მატჩს სტადიონზე ვერ დაესწრება შეხვედრის ყურება, რასაკვირველია საქართველოს პირველ არხზე შეუძლია ასევე თბილისში დიდ ეკრანზე რესპუბლიკის მოედანზე. მაკა არჩევნიშვილი გვეტყვის ახლა რა ხდება რესპუბლიკის მოედანზე, იგი პირდაპირ ეთერში გვერდება, მაკა მოგესალმებით და გისმენთ. მაკა პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენთ. მაკა არჩევნიშვილი იმყოფება რესპუბლიკის მოედანზე, იქ სადაც დღეს სპეციალურად დამონტაჟდა დიდი ეკრანი და სადაც იმ კომაგებს, რომლებიც ქართული ფეხბურთი ძალიან უყვარს, მაგრამ ვერ შეძლო რომ დინამო არენაზე დასაწყები ბილეთები ეყიდან, მათ ორგანიზატორები საფეხბურთო განწყობის შექმნას პირდებიან სწორედ რესპუბლიკის მოედანზე. ახლა ჩვენ სწორედ რესპუბლიკის მოედანზე ვიმყოფებით და მაყურებელი ალბათ კადრშიც ხედავს, რომ აქ უკვე ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ კომაგებმა შეძლონ საკუთარ საყვარელ გუნდს ერთად უგულშემატკივრონ. დიდი ეკრანი უკვე მზად არის იმისთვის, რომ პირდაპირ ტრანსლირება მოხდეს ლუქსემბურგის საქართველოს მატჩისას ზუსტად 9 საათზე დაიწყება ტრანსლირება, თუმცა ორგანიზატორები აქ მოქალაქეებს 7 საათიდან ელოდებიან, სწორედ რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს აქ სხვადასხვა გასართობი ღონისძიება და სწორედ ასე უნდა შეიქმნან საფეხბურთო განწყობა იმ კომაგებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს რომ საკუთარი გუნდისთვის ეკომაგათ დინამო არენაზე. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრმა ვერ მოახერხა სტადიონზე მისვლა, თუნდაც მე და ჩემნაირი ძალიან ბევრია, ამაზად არის აქ სივრცე მოწყობილი, ერთი სული გვაქვს დავიწყოთ და უგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს, დიდი იმედი გვაქვს გამარჯვებით და დიდი შემართებით ვართ და ძალიან სასიამოვნო გარემოა, ვფიქრობ საყურებლად რაღაც სტადიონები, გასართობი სივრცეები. როგორც ხედავთ, პირველი რესპუბლიკის მოედანი მზად არის იმისთვის, რომ საღამოს ერთად უგულშემატკივროთ ჩვენს არაჩვეულებრივ გუნდს. ველოდებით ყველა საღამოს 7 საათიდან მატჩის დაწყებამდე აქ იქნება სხვადასხვა აქტივობები, როგორც ხედავთ, განთავსებულია უკვე კვების ობიექტები, საბავშვო აქტივობები, რა თქმა უნდა, დიდი ეკრანი, სადაც ყველა ერთად ვუყურავთ პირდაპირ ეთერს, ამიტომ ყველას ველოდებით 7 საათიდან, რომ მანამდე ელექტრონული ლაივ შოუ შევთავაზოთ აქ მოსულ ადამიანებს, ხოლო მატჩის დაწყებისთანავე, რა თქმა უნდა, დიდ ეკრანზე შეგვიძლია, რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს. ველოდებით მატჩის დაწყებას. ძალიან საინტერესო მატჩის მომსწრენი ვიქნებით, გაგვახარებენ. ჩვენი ბიჭები დარწმუნებული ვართ ამ ყველაფერში. დიდია მოლოდინი, ყველა ასაკის ადამიანისათვის არის აქ სივრცე მოწყობილი, ბავშვებისთვის, დიდებისთვის, კვების, გართობის შესაბამისი სივრცეები უკვე მოწყობილია. ველოდებით მოქალაქეებს და ერთად ვიზეიმოთ დღევანდელი დღე. ვისაც ქართული ფეხბურთი ძალიან უყვარს, მაგრამ ვერ ახერხებთ ვერც დინამო არენაზე მისვლას და ვერც რესპუბლიკის მოედანზე, მაგრამ რა თქმა უნდა, პირველ არხს უნდა უყუროს ლუქსემბურგის საქართველოს მატჩს პირდაპირ ტრანსლირებას, სწორედ პირველი არხი შემოგთავაზებთ. მადლობა რესპუბლიკის მოედნიდან, სადაც დიდ ეკრანზე დღეს გულშემატკივარი საქართველოს ლუქსემბურგის მატჩს უგულშემატკივრებს მაკა არჩევნიშვილი გვერდებოდა მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს, რასაკვირველია საქართველოს პირველი არხით შემოგთავაზებთ ზუსტად 21 საათიდან.